ძლიერმა ქარმა თელავისა და ხაშურის სოფლებში პრობლემების შექმნა. წაქცეულია ხეების, სახლების ნაწილს გადახდილი აქვს სახურავები. მოსახლეობას კი გარკვეული დროით ელექტროენერგიაც გაეთიშა, არავინ დაშავებულა. რუსებისთვის ვიზის აღება ცირკად გადაიქცა. ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქის ვიდეო ვრცელდება, სადაც ისყვება, რომ შენგენის ვიზით მხოლოდ უნგრეთში შესვლის უფლება აქვს, ხოლო ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და საფრანგეთში შესვლა ეზღუდება. ქალი ამავე ვიდეოში აღნიშნავს, რომ ევროპაში მოგზაურობისას მანამდე პრობლემა არ შექმნია. უკრაინა უკვე წავიდა კომპრომისზე ნატოში წევრობის საკითხზე, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, რეალური უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანება იქნებოდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა და ევროპის ნაწილი ამას მხარს არ უჭერს, ახლა ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიებია აუცილებელი. ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავიდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდება. სიდნეის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაღუპულებიდან ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დააკავეს. თავდასხმა ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი და ავსტრალიის მთავრობას მოუწოდა იბრძოლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.